ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი. იმდენად დიდი საშინელება მოუწყო მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩვენს ოჯახს. მე ვიყავი მაშინ 7 წლის. ვერტმფრენების და ტყუების ხმამ გაგვაღვიძა და ჩვენი ბავშვების გადარჩენა მამაჩემის წყალობით მოხდა, როცა მან ლოგინის ქვეშ გადაგმალა ეს პატარა ბავშვები. როგორ აღვწერო არ ვიცი, ფანჯრებიდან, კარებიდან, ყველა მხრიდან წვიმასავით შემოდიოდა ეს ტყუები სწორედ იმ სახლში, სადაც პატარა ბავშვები ვიყავით და ძალიან კარგად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის შემკვეთმა ბატონმა სააკაშვილმა და სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა ბარამიძემ, რომ იმ სახლში იმ დროს ვიყავით პატარა ბავშვები, თუმცა არც ჩვენ არ დაგვინდეს და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, თვალწინ დაგვიხოცეს ფაქტობრივად ოჯახის წევრები. ცოცხლა დაიყვანეს, ხელბორკილები დაადეს, გადაიყვანეს მეზობლის ეზოში და უკვე დაკავებული ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ შეძლებდა ცხადია, დახვრიტეს ისე რომ ჯერ დანით მიაკანეს ჭრილობები, შემდეგ ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით უამრავი ჭრილობა მიაკანეს და მისი ცხედარი იყო მთლიანად დაფლეთილი. მე მინდა შევახსენო ყველას, დღემდე ვინაცეები იძახიან, რომ აი რა საშინელება ჩაიდინა სააკაშვილის მთავრობამ, მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ ვნანობ. და ჩემი ბრძანებით ჩვენი ვერტმფრენებიდან გაიხსნილი იქნა ციხლი, მათ შორის რაკეტებით ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.